აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში არასათანადო არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის პრეზენტაციას დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრიც ესწრებოდა. პროექტის განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად გამოდის, რომელიც ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად განათავსებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხის ოდენობა 20 მილიონ ამერიკული დოლარით განისაზღვრა. Ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება იურიდიულ პირსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მთავრობა მოახდენს დაუსრულებელ უძრავი ქონების უშუალოდ ბანკისგან შეძენას. პროექტის მიზანს მთავრობის გადაწყვეტილების წარმომადგენლების ქალაქის უსახური შენობებისაგან გათავისუფლებით, მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით ხსნიან. პროექტის მიმართ ინტერესს ამ ეტაპზე საქართველოს ბანკი გამოთქვამს, თუმცა მთავრობაში არც სხვა საფინანსო ორგანიზაციების ჩართვას გამორიცხავენ. მოახლოეს 3 წლის განმავლობაში მოხდება დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტირება. უკვე არის მოლაპარაკება დეველოპერებთან, ბანკებთან იმის თაობაზე, რომ ბათუმი საქართველოს ტურისტული ცენტრი განთავისუფლდეს იმუსახური შენობებისაგან, ეს ხელშეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ისე ზოგადად დავუშვათ ქალაქის განვითარებას. ერთ-ერთი კომპონენტი არის, რომ ათვისებული მიწის ნაკვეთის ესე იგი პროექტში შემოთავაზებული, სადაც უნდა აშენდეს ახალი პროექტის კორპუსი, უნდა იყოს დაახლოებით 70% ბარაკებით, ასე ვთქვათ, მოცული. გულისხმობს ბარაკების ტიპის ტერიტორიების ათვისებას, მათ უზრუნველყოფას, მაცხოვრებლების. ჩვენთან არის მხოლოდ პროექტის ბოლო ნაწილის შეთანხმება ბანკთან ერთად, აბსოლუტურად ყველა დეტალს ბანკი გადაწყვეტს და პროექტს ის დაამტკიცებს, ხოლო შემდეგ შეგვეთანხმება. ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ახლა ცხოვრობს სარგებლობს რაღაც გარკვეული ტიპის ქონებით, უძრავი ქონებით, რომლის ხარისხიც შესაბამისად გარკვეული სახე გააჩნია. მათი მოლაპარაკებით ამ ადამიანებს ექნება შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესებონ ცხოვრების ხარისხი და შესაბამისად მათივე მოლაპარაკების საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ, რომ სხვა ფორმები მისცენ მათ არსებულ საცხოვრისს.